ჭიათურის მანგანუმის მწარმოებელი კომპანია Georgian American Alloys და მისი შვილობილი კომპანია Georgian Manganese თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. ჩვენმა ჰოლდინგმა 13 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით 500,000 ლარი გამოყო. ჩვენი მიზანი აღნიშნული ბიუჯეტიდან თბილისის მერიასთან ერთობლივი კოორდინაციით დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა და თანხის ნაწილი ქალაქის აღდგენითი სამუშაოების ტექნიკური დახმარებას მოხმარდეს. ნათქვამია განცხადებაში. ამ ეტაპზე Georgian Manganese-ის მიერ გაღებული თანხა 9 მილიონი ლარი ყველაზე დიდი შემოწირულობაა კერძო სექტორიდან, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 26 ივნის 18 საათზე საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. ნაჩვენები იქნება თეატრალური იმერეთი 2015 ფესტივალის გამარჯვებული რეჟისორ კახა გოგიძის მიერ განხორციელებული სპექტაკლი მუსუსი. ბილეთის ფასია 5 ლარი, შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. ველოდებით ერთგულ მაყურებელს, რომელიც მზადაა თანადგომა გამოუცხადოს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, რომ წარმატების შემდეგ დასი აღნიშნულ სპექტაკლს მშობლიურ თეატრში პირველად ითამაშებს. 13 ივნის საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ჭიათურასთან დამეგობრებული ლიტვის ქალაქ ბირშტონასის მერმა მოლიე დირგინჩენემ ბირშტონასის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით სამძიმრის წერილი ჭიათურის გამგებელს სულხან მახათაძეს გამოუგზავნა. ძვირფასო ქალაქის მერო ღრმა მწუხარებას გამოხატავ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო ბირშტონასის მუნიციპალიტეტის სახელით სამძიმარს გიცხადებთ ამ დანაკლისისათვის ჩვენი ფიქრი თქვენთანაა. წერია სამძიმრის წერილში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი წუთიერი დუმილი დაიწყო. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში 13 ივნის მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეებს პატივი მიაგეს. ტრადიციულ თათბირს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ კუპატაძე უძღვებოდა. შეხვედრას გამგებლის მოადგილე ლალიკა პანაძე, სამსახურის უფროსები და კოორდინაციის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ შეკრებაზე ვცლად იმსჯელეს 13 ივნის ჭიათურაში მომხდარი სტიქიაზე, რის შედეგადაც ჭიათურის რამდენიმე სოფელი ძლიერ დაზიანდა. გამგეობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს შესაბამის დახმარებას გაუწევს. გადაწყდა თათბირზე. ჭიათურის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით ჭიათურას ზიაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ქალაქის კულტურის სასახლეში ჭიათურის საზოგადოებას საშუალება ჰქონდა უფასოდ გაეღოს სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. აქციაში მონაწილეობა კულტურის ცენტრის სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებმა და რიგითმა ჭიათურელებმა მიიღეს. 19 ივნის სისხლის ბანკი ჭიათურას მეორედ ეწვია. ასეთი ტიპის საქველმოქმედო აქციების გამართვა ჭიათურაში მომავალშიც იგეგმება. ჭიათურაში ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს. კრიტიკულ მონაკვეთებზე ლოდების ჩამოკრა ჩამონგრევით სამუშაოებს კომპანია Georgian Manganese-ის მიერ დაქირავებული 8 მთასვლელი ახორციელებს. ორგანიზაციამ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება სოციალურ ვალდებულებად აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქვათაცვენის მონაკვეთები საწარმოო ტერიტორიაზე არ მდებარეობს, აცხადებენ კომპანიაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა გზის სავალ მონაკვეთზე ავტომობილი დააზიანა, შემთხვევას მაშინ მსხვერპლის მოყვა. მუნიციპალიტეტში კლდის სამაგრის სამუშაოების ნაწილი განხორციელებულია, თუმცა პრობლემა სრულად აღმოფხვრილი ამ დრომდე არ არის. მიმდინარე წლის 12-14 ივნის ჭიათურის დელეგაცია გამგებლის მოადგილის თემურ ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ჭიათურასთან დამეგობრებულ ლიტვის ქალაქ ბირშტონასში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს ქალაქის დღესასწაული უკავშირდებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი საზღვარგარეთთან ურთიერთობის საკითხებში ლალი ვაშაძე და იურიდიული განყოფილების უფროსი თამუნა ბუზალაძე. დელეგაციის წევრებმა ჭიათურასთან დამეგობრებული ლატვიის ქალაქ სიგულდასა და ესტონეთის ქალაქ კეილის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის კულტურულ და მხატვრულ ღონისძიებებში. დაიგეგმა გაცვლითი პროგრამები დამეგობრებულ ქალაქებს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა და ლიტვის სამთავრობო დელეგაციამაც მიიღო.
ხიარულთა და საზრიანთა კლუბის იმერეთის ფესტივალი ქალაქ ქუთაისში სკოლის მოსწავლეთა შორის გაიმართა. კონკურსში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 8 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის ჭიათურის სასკოლო ნაკრები არგონავტები. არგონავტები კონკურსის ორივე ეტაპზე შესანიშნავად გამოვიდნენ, 8 მონაწილეს შორის საპრიზო მეორე ადგილი დაიკავეს და საჩუქრად სამახსოვრო დიპლომები ასევე თასი მიიღეს. ჭიათურელთა კაპიტანი თორნიკე აბდიშველიშვილი კი კონკურსის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჭიათურის გუნდი იმერეთის ფესტივალზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების მხარდაჭერით გაემგზავრა. და დღეისათვის ბოლო ინფორმაციას გაგაცნობთ. ჭიათურის მოსახლეობა ქალაქში ოლიმპიური ცეცხლის შემოტანას ცოცხალი ჯაჭვით შეხვდა. ცოცხალი ჯაჭვი მთლიანად მოეწყო იმ პერიმეტრზე, სადაც ოლიმპიურმა ცეცხლმა გაიარა. ფინიშის ხაზთან ოლიმპიური ცეცხლის მიტანას შეუერთა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე. გამგებელმა იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ჭიათურელებს ასევე მიესალმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე. გარბენი, რომელიც 3 კილომეტრს მოიცავდა გიორგაძის ქუჩიდან დაიწყო და ჭიათურის ადმინისტრაციული შენობის წინ დასრულდა. ოლიმპიური ჩირაღნის ტარების პატივი ვეტერან ჭიათურელ სპორტსმენს რაიდი აბრამიშვილს ერგო. ოლიმპიური ჩირაღნის ფინიშამდე მიტანაში მონაწილეობა სულ 6 მეჩირაღნე მიიღო. ესენი არიან ახალგაზრდა სპორტსმენები დები მარი და ირინა ფხალაძეები, ყოფილი ტიტულოვანი მოკრივე თამაზ ბუაძე, ათენის ოლიმპიადის მონაწილე კონსტანტინე კუპატაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭირგვაია. 18 ივნისს ჭიათურაში საზეიმო ღონისძიებები არ გამართულა. ოლიმპიური კომიტეტისა და ჭიათურის გამგეობის განცხადებით ასეთი გადაწყვეტილებით მათ პატივი მიაგეს 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას.